Kemal Bey, nu nerviulobთ. Olaylar henüz çok ეს ყველაფერი ახლა მოხდა. biraz zaman geçsin. დრო გავა და ისმაც დაივიწყებს. ჩემორძალო შენ ბავშვებთან წადი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. Tabii. კარგი. ეს ჯენგიზი უნდა მოკვდეს. ამაზე პასუხს თურგულს და იდრის მოსთხოვ. ამ მდგომარეობაში როგორ ჩამაგდეს? ეს რა არის ჟამალ? ძმაო, საინტერესოა თურგუთის მიზანი ეს ხომ არ ყოფილა? ალბათ ასე იყო მამა. ჩვენ კი გამოგვიჭირეს. საერთოდ სად არიან? დაურეკე, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ. ძმაო, თუ მოვლენ ყველაფერს გაიგებს. გამზეს მამა ისედაც 1000 კითხვას სვამს. ამ საქმეში ჩვენი ბრალეულობა რომ არ ჩანდეს, ჯობს უბრალოდ ხაზე ვიყოთ. გულხელთ დაკრეფილი ვერ დავჯდები ჟამალ. დაურეკე, ჩვენ მივიდეთ. ფერჰად, ბიძა შენი სად არის? საქმეები აქვს, ბიძია თურქუთ. ალო? დაკრძალვაზე იყავით? ვიყავით. როცა მამა შენი ამ მდგომარეობაშია? არ გვინდოდა თქვენ სამ მდგომარეობაში ყოფილიყავით ბიძი, ამიტომ წავედით. ისკანდერი სულ ოჯახზე ფიქრობს. კარგი, შევხვდებით. აქ დარჩი ფერჰად. მე და მამა საქმე გვაქვს. კარგი ძმაო. რა საქმე გვაქვს? ჯელალმა დარეკა ამბობს, რომ ქემალ შეხვედრა უნდა. ჩვენთან მოვლენ. ოდა მოვიდნენ. ბრალს დაგვდებს. გვეტყვის ეს როგორ მოხდაო. ჩვენც არ გვინდოდა ასე მომხდარიყო. იქ არ იყვნენ, ესროლად ფიქრეთისთვის. ეს კი აღარ მოხდებოდა. არ ვიცი, ამაში ქემალი არის თუ არა გარეული ჰალილ იბრაჰიმ. გამზეს თანდასწრებით არაფერს ამბობენ. რომ არ თქვენ ფიქრეთი შურისძიებას მოინდომებს. შენ კი მისი სამიზნე იქნები. ხომ გითხარი იქ არ ყოფილ ვარ, რომ შემძლებოდა ხელს შევუშლიდი. ფიქრეთი მაგას ახლა ვერ გაიგებს ისკანდერ. ორი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. შენ მაინც ფრთხილად იყავი, რამე თუ მოხდება, ოღუს შეატყობინე. მე ვეცდები ფიქრეთი დავიყოლიო, არაფერი გააკეთოს. ყველაფერი არ მოგიყოლია, მაიორი როდის ჩაერია. ოღუს მუდმივად მithვალთვალებენ, აგვირდებიან სად და რას ვაკეთებ. თუ გაიგებენ, რომ თქვენ შეგხვდით, მათი სამიზნე მე ვიქნები. ამას ჩემთვის კი არა, საერთო გეგმისთვის გეუბნებით. დაგვისახელე სამიზნე, რომელიც შენამდე მათ არ მოიყვანს. გამოვიყენებთ, შენგან ყურადღება გადავატანინოთ. თურგუთი თავისი პრობლემებით დაკავდეს. ასე ყველა სახელი ჩემთანაა დაკავშირებული, მაგრამ ძმებ კიკებს თუ გამოიყენებთ, შეიძლება ჩემზე ეჭვი აღარ აიღონ. ვისთვის? გესმის თქვენ გამო რა მდგომარეობაში აღმოჩნდით თურგუთ? ვერაფერს ვიზამ, მოსახდენი მოხდა, ჩვენ ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. ახლა ჩვენც ყველაფერი უნდა უარყოფთ და თქვენც. კარგი, ყველაფერს უარყოფთ, მაგრამ ვინ დაიჯერებს თურგუთ? ეს თუ არ ჩვენ გააკეთე, არც მე ვინ გააკეთა თურგუთ? რაში გვაინტერესებს, ოჯახში პრობლემები გქონდათ და ეს მიიღეს, ადამიანმა მილიონი დაკარგა. ჩვენ ბრალი ჩვენს თავზე რატომ უნდა ავიღოთ? რომ დაგეჭრა და არ მოგეკლა, შენ სიტყვებს აზრი ექნებოდა, მაგრამ ახლა ვინ მოგისმენს, ჰალილ იბრაჰიმი თუ ფიქრეთი? მითხარი. რა იყო, ფიქრეთი თქვენი სიძე არ არის? რას გვიზამს? თქვენ ხომ ერთმანეთს ჩაეხუტეთ და შერიგდით. ქემალ, დაელაპარაკე, სულელურად არ მოიქცე. უთხარი, რაც მოხდა, ცოცხლებმა კი ცხოვრება უნდა გავაგრძელოთო. შენი პოზიცია აჩვენე. ფიქრეთი ჩემი სიძე არ არის თურგუთ. ეს თამაში იყო, შენც კი ყველაფერი გააფუჭე. ახლა ხელები მაქვს შეკრული, მაგრამ სიტუაცია დამშვიდდება. და მაშინ ამ ყველაფრისთვის პასუხს პირველები თქვენ აგებთ. თქვენ.
ორძანდი ჰალილ იბრაჰიმ. ეხარია შენი ნახვა. ზეინებ ჰანიმი კაბინეტშია ფიქრეთ ბეისთან. მოგზანდეთ. დაგეხმარო? არა, ხელს ნუ დაისვრე, მე გავაკეთებ. ხალილ იბრაჰიმი მოვიდა. ვისთან? ფიქრეთთან თუ ზეინებთან? იმედია ზეინებთან დედა. ზეინებთან რა უნდა? ვერ ნახეთ დიდემირა დღეშია. ხალილ იბრაჰიმს ისე უყურებდა, თითქოს ეუბნებოდა ზეინებს თუ მიუახლოვდებით ციხეში გამოკეტავა. ეგ ნამდვილად შეუძლია და ქორწილზე რა ხდება? Anne ne ara olsun. დედა, როდის მოასწრებდნენ? შვილო დიდემ სულ რა ინტერესებს ვინ მოკვდა? ხალილ იბრაჰიმმა ქმარი თვალწინ მოუკლა, მაგრამ ბეჭედი იქვე გაიკეთა. Siz onu bunu bırakın da. დაივიწყეთ ფიქრეთთან და ეზმასთან რა მოხდება. ფიქრეთი ვერ განქორწინდა, Ama kız მაგრამ ის გოგო მაინც ჩვენ სახლშია. დამლა მოკვდება, მაგრამ ფიქრეთს არ დაშორდება. აი ნახავ, მაშინ მოკვდეს საკინე, ნერვებს რატომ მიშლი? ediyorsun beni ya. იმიტომ რომ ეს სიმართლეა. სიმართლეა. სიმართლე მწარეა. ისკანდერმაც არ იცის ეს ვისი გაკეთებულია და ვიდრე არ დავწმუნდებით. როგორ უნდა დავწმუნდეთ ჰალილ იბრაჰიმ? ქემალს დავკითხავთ? ისიც აღიარებს და იტყვის, ხო, შენი მოკლა მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდაო? როგორ დავწმუნდებით? Babam bunu yapmaz. ფიქრეთ, მამა ამას არ გააკეთებდა. ესმაგთ, ხო, ამაში ნუ ჩაერევი. ყველაფერი ნათელია. ქემალმა შერიგებაზე დამპატიჟა. ხაფანგში შეგვიტყუა. ეს აშკარაა. ამას მამა ჩემის ამ ბიძა ჩემის დასაცავად არ ვამბობ. ხალილ იბრაჰიმმაც იცის, მამა ჩემი ასეთი რაღაცეების წინააღმდეგია. Bu şeyler bunlar. ამიტომ ვამბობ, ვიდრე არ დავწმუნდებით. ასეთი რამეებისგან თავი უნდა შევიკავოთ, თორემ უკან დასახევი გზა აღარ იქნება. რა გავაკეთო? Abi. ძმაო, Yapmayı რისი გაკეთება გინდა? Leyla'yı ეს ლეილას დააბრუნებს? იავუსიც არ დაფიქრდა და ტკივილით იხემძღვანელა. ყველა ვნახეთ, რაც მოუვიდა. ჩვენ ადამიანები, რომლებსაც უყარხარ, გთხოვთ, დაუფიქრებლად არ იმოქმედო. მე კი გეუბნები თქვენს ტკივილს მიხედოთ და ჩემს საქმეში არ ჩაერიოთ. განსაკუთრებით შენ ზეინებ. იმიტომ რომ ყოველთვის ისეთ რამეს აკეთებ, რაც საჭირო არ არის. არ მინდა კიდევ ერთი და დავკარგო. გასაგებია? ძალიან გთხოვ. გმადლობ ჩემზე რომ ფიქრობ, ძმაო. გმადლობ. düşündüğün için. ცუდი არაფერი უთქვამს. ასე უხეშად რატომ დაელაპარაკე? არაფერი მითხრა ძმაო. არც კარგი და არც ცუდი. წადით და ჯერ თქვენი პრობლემები მოაგვარეთ. ლაპარაკი აშკარად არ გინდა. Ben de მეც მარტო დაგდოვებ. Hayır yani abim. არ მესმის ჩემი ძმა რას ფიქრობს? Sen gideceksin გონია ქემალს მოკლავს და ეს მააბადიებს? Sana feda olsun mu diyecek. ციხეზე და პოლიციაზე აღარაფერს ვამბობ. Vallahi söylemiyorum bile. ბრაზობს ზეინებ. გულით კი და ნორმალურია ასე რომ ფიქრობს. ნუ გეშინია. უფლებას არ მივცემ რამე სისულელე გააკეთოს. İzin ver. მართლა არ მიცემ უფლებას? Eğer
Eğer sen Didem'i ქანი özür დიდემის წინ რომ არ მოგეკლა dilemesen, ახლა აქ şu an ორი seni უცნობი ადამიანივით არ ვისხდებოდით. კაცები როცა ბრაზობთ ახლობლებზე საერთოდ არ ფიქრობთ. erkekler öfkelendiğinizde sevdiğiniz Asiye. insanları hiç düşünmeyin, olur mu? O da ვიზრუნებ, რომ ჩემსავით არ მოიქცეს ზეინებ. Bir şey değişecek. ბეჭვობ არაფერი შეიცვლება, En azından gözünüz მაგრამ açık კარგია olsun. რომ მის გვერდით იქნები. Sen daha fazla ჯობია oyalanma, წახვიდე, თორემ istersen. სახლში რამე უსიამოვნება მოხდება. Tatsızlık çıkmasın. იქ სულ უსიამოვნებაა, მაგრამ ახლა დიდემ ჰანიმი სახლში არ არის. გასვენებაში წავიდა. Yollar Damla'yla. დამლასთან ძალიან დამეგობრდა. Kendi yaptıklarından örnek დამლა verirsen, მისგან მაგალითს იღებს. yakında abimin karşısına ანუ მალე çıkacağım, ფიქრეთს ეტყვის, რომ არ შორდება. görürsün. აი ნახავ, დაპირდა. Sözü იავუს verdi. დაპირდა ხალილ იბრაჰიმ. Yavuz artık იავუზი კი ცოცხალი აღარ არის. ზეინებ, ჩუმად იმიტომ ზივა რომ შენ მთხოვე, მაგრამ თუ დიდემი ყველაფერს გაართულებს, არც კი ვიცი რას გავაკეთებ. hiçbir არაფერსაც არ გააკეთებ. Ben ჩუმად იჯდები, oturuyorsun, ჩემსავით. sen de aynı şekilde ვალდებულები ვართ. oturuyorsun. გესმის? Mecburuz. ოჰ, ლეილა. ისეთი ბედნიერი იყო, როცა ამბობდა ბავშვის გაჩენა გადავწყვიტეთო. ლეილუშ. რამდენი გადაიტანა დედმამისგან. Babasından ayrı çekti. ძლივსის და იავუზი ბედნიერები გახდნენ. Tam Yavuz'la mutlu olacaklar derken. Bence tüm bu olan... გონია ეს ყველაფერი ესმას ბრალია. Sen girme. შენ ნუ ერევი. Haksız mıyım Damla? მართალს არ ვამბობ დამლა? Girmedim oraya. ესმას გამო არ წავიდნენ იქ? Sadece Esma da değil. მარტო ესმა არა. Babası da işin ამაში მამამისიც მონაწილეობდა. Yapmaz Kemal abi öyle. ქემალ ბე ამას არ იზამდა. Göre yapmaz Ayşe. რატომ არ იზამდა? Herkesin içinde Fikret მან Ömer არ თქვა ფიქრეთს მოვკლავო. O barışmadan önceydi. ეგ შერიგებამდე იყო. Sonra Fikret eline... მერე ფიქრეთმა ხელზე აკოცა. ის კი ჩაეხუდა, ყველაფერი დამთავრდა. Esma neredeydi peki? და sonra? ესმა სად იყო ზუხალხანიმ? Barışma olur. შერიგება თუ უნდა და თავისი შვილი რატომ არ მიიყვანა? არ წაიყვანა. Ters davranırsa iş... ეშინოდა რომ ფიქრეთი რამეს გააკეთებდა. Bence Didem haklı. იქნებ დიდები მართალია. Daha önce de konuştuk. ადრეც ამბობდა და არ დავუჯერეთ. Söyledikleri tek tek çıktı. არა და რაც თქვა ყველაფერი ახდა. Şimdi de haklı. სიმართლეს ამბობს. Yani ანუ benim oğlum... ჩემი შვილი და რძალი Gelinim. Esma yüzünden. ესმას გამო დაიღუპნენ? Sen bakma bunlara Allah aşkına. კარგი რა ნუ Böyle უსმენ. saçma şey. ეს შესაძლებელია. Sen ne და შენ რას გააკეთებ დიდემ? Halil İbrahim's მართლა გაყვები? აბა რა? Çocuğumun... ჩემი შვილის მამა. მე დამლასავით თავმდაბალი ვერ ვიქნები. ზეინებს ვერ გადავცემ და ვერ ვეტყვი რომ მისია. Benden ბოლო სიტყვა ჯერ არ მithქვამს დიდემ. Didem. Esma'cığım. ესმა, Sen de geldin. რა კარგია რომ მოხვედი. Hoş bulduk. ძალიან გამიხარდა. İyi mi ettim, kötü mü ettim? არ ვიცი რამდენად კარგია გამზე. Hadi gel. შემოდი. შემოდი ესმა. რატომ მოხვედი ესმა? ხელზე გინდა მაკოცო თუ ბოდიში მომიხადო? Buraya geldim. სალაპარაკოთ მოვედი. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? შენ გამო ხალხი დაიხოცა. Benim yüzüm... ჩემ გამო დაიხოცა? ფიქრეთზე გათხოვება რომ არ მოგენდომებინა, ჩემს დაწესებულებაში არ მოვიდოდნენ და არაფერი მოხდებოდა. არაფერი მოხდებოდა შენი შვილის არჩევანისთვის პატივი რომ გეცა. ესმა, მამა შენ მანაბიჯი გადმოდგა. ფიქრეთ შეხვდა და შეურიგდა, დანარჩენი შენზეა დამოკიდებული. Gerisi sende. და სასაფლაოზე რას ამობდი? ასე შეიძლება ესმა? Konuşmalar neydi? Oluyor mu? მითხარი, Herkesin gözünde suç. ყველა დამნაშავეებად მიგიჩნევთ. İbrahim geldi. ჰალილ იბრაჰიმა ფიქრეთს უთხრა რომ შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ ფიქრეთი არ უსმენს. არ უსმენს და ვნახავთ მირას დაკარგავს. უკვე დაკარგა. Kuzenini kaybetti. ბიძაშვილი და უმცროსი და დაკარგა მამა. ესმა, მაინც რის თქმა გინდა? Dürüst ol. სიმართლე მითხარი. Bu işin ამაში გარეულები ხართ? ვითომ ეს კითხვა არც გამიგია. Kemal Bey, ქემალ ბეი, Esma Fikret'le bir evlilik yapacak. ესმა ფიქრეთს გაყვება ცოლად. Böyle şartı kalsın istedim. არ უნდა ეჭვები და კითხვები ქონდეს. ხო და არჩევანი გააკეთოს. ან მისი ოჯახი, ან ფიქრეთი.
არჩევანი შენს გააკეთე. შენი ოჯახის მიუხედავად ჩვენ აგვარჩიე. ისიც ასე მოიქცევა. ქმარს აარჩევს. ხოდა თუ ეჭვები ექნებათ, რაც უნდათ, ის გამიკეთონ. გასაგებია? ვინ რა უნდა გაგიკეთოს? ღმერთო ჩემო. შენმა ძმისშვილმა ოჯახი აირჩიოს ჯამალ. ჩვენ კი მის გამო დავივიწყებთ ყველაფერს, რაც ფიქრეთმა გააკეთა. რა თქმა უნდა, გარკვეულ დრომდე. მე ფიქრეთი ავარჯიე. აქ მოვედი, რომ მეკითხა. ახლა ვხედავ პასუხს ვერ მივიღებ. კარგი, საყვარელ ადამიანთან წავალ. და მასთან ვიქნები, სანამ მოუნდება, რომ მის გვერდით ვიყო. კემალი ამაში არის თუ არა ჩართული არ მაინტერესებს. უბრალოდ ფიქრეთ ლეტო და არწმუნე ადგილზე იჯდეს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. კემალს შვილიშვილს ვინაჩუქებს შენ თუ ის? მეორევე ვარიანტი მაწყობს. და დაკარგვა კაპიტანო? ახლა ჩვენ მოგვისმენს? შენ მოგისმინოს. თუ საჭირო გახდება, გვერდიდან არ მოშორდე. კემალს ერთხელ ხომ შეურიგდა, ხოდა ახლა შეეგუოს. ისკანდერის სიტყვებს უნდა ჩაუღრმავდეთ. ახლა კემალისთვის ახალი დარტყმის მიყენების დრო არ არის. კარგი კაპიტანო, მასევე ვეთყვი. ამას ჩემს გასაბრაზებლად აკეთებს? მითხარით. ჩემი ძმისშვილი ამბობს, რომ ფიქრეთი ახლა არაფერს მოისმენს, როგორც ის. ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც უნდა. უკვე გააკეთა, ვერ ხედავ? დიდემზე გახდა დამოკიდებული. მისი ერთი სიტყვა და ციხეში აღმოჩნდება. კაპიტანო, ისკანდერმა ადამიანი დაგვისახელა, მასზე თუ მივიტანთ იერიშს, ცოტა ხანს ყურადღებას გადავატანინებთ. მაშინ იმოქმედეთ. იმოქმედეთ რაღაცელით. დიდემ ჰანიმა გინდათ ხელი მოგიწეროთ? ღმერთო. საკმარისია დიდემზე ლაპარაკი. ისკანდერი გვეუბნება ძმები კიკების მეშვეობით იმოქმედეთო. ის კაცი ვინ არის? გეტყვი. თურან, შენი მეგობარი მოვიდა. ღმერთო ჩემო. ხალიდ იბრაჰიმი მოვიდა? რესტორანში იყო დიდემ. ვიცი. ეს რა, ხალილ იბრაჰიმს უთვალთვალებდა? მაგის გამკეთებელიცაა ოსმან, მაგაზეც არ ეტყვის უარს. რაც უნდა ის გააკეთოს, ჩვენ ხომ ხალილ იბრაჰიმზე ვლაპარაკობთ. შიშველი ხელებით თევზს დაიჭერს. ედანურ, რესტორანში რატომ არ ხარ? წასვლა არ მომინდა. ლეილასთან ახლოს იყო. ყველაფერი ზეინებთან არ არის დაკავშირებული. ყველაფერი მასთანაა დაკავშირებული. მაგრამ არაფერია. თვალს ვხუჭავ იმაზე, ხალილ იბრაჰიმს რომ ელაპარაკება. დიდემ, შენ არ უნდა წასულიყავი. ის ადამიანი შენ თვალწინ მოკლეს. მაინტერესებს გრძნობების სადაკარგე. ეს ზეინებს კითხე? როცა მე მაგდებდა. გრძნობების სადაკარგე ზეინებ. რა სიზემს ორსული ადამიანი, რომელიც სულ მარტოა, ეს კითხე? შენთან ლაპარაკ ჯობია რესტორანში წავიდე, საქმეს მივხედო. ხო, წადი, გამაგებინე. იქ ვინ დაგხვდება? იქ სამუშაოდ მივდივარ და არა ენის მოსატანად. კარგი მუშაობა საყვარელო. სემა, გაიგე მეჯნუნი წავიდა თუ არა? თუ წასულია, ხალილ იბრაჰიმა შემომიაროს. კარგი დიდემ. სტუმარი წასული რომც არ იყოს, ხალილ იბრაჰიმს ხურში ჩავავლებ ხელს და ისე მოვატრებ. უაპატიეთ, გასვენებაში ვერ მოვედით. სერიოზული საქმე გამოგვიჩნდა. თუმცა იაჰიამ მითხრა, რომ სირცხვილი იყო. წავიდეთ მიუსამძიმრო, ჩვენი ახლო მეგობრები არიანო. ასე მითხრა. ხომ ასე თქვი იაჰია? ხომ ასე იყო? ხო, ძმა.
ნარგის, მომხდარმა ძალიან დაგვასევდიანა. ღმერთმა მოგცეს მოთმინება. შენს ტკივილს ვერავინ უშველის, მაგრამ მზად ვართ. ყველაფერი გავაკეთოთ. ყველაფერი, რაც გასაკეთებელია. გმადლობ, მაგრამ ეს თემა დავხურეთ. ამ ოჯახს უფრო სიხავს და ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა. ვიზი ამბობს იაჰია? ფიქრეთზე ძმაო, სხვა ვისზე? იმას ამბობს, რომ ვერაფერს გავაკეთებთ ფიქრეთის გარეშე. იაჰია, რატომ აიშე? ფიქრეთი ესმათია დაკავებული. რაც საჭიროა ჩვენ გავაკეთოთ. დამლა, ნუ გვაშინებ. რატომ გეშინია და იდაზუხალ? საშიში არაფერია. დასაკარგი აღარავინ მყავს. უარი ჯერ კიდევ არ გითქვამს. არა დამლა? რაზე ლაპარაკობს დამლა? მე ვუთხარი ესმა მოეკლათ. ამას გულისხმობს. რას ამბობ შვილო? ეს იავუზი სიკვდილამდე იყო, წარსულში დარჩა. ასე არ არის იაჰია? ხო, ძმაო, ასეა. ყველაფერი წარსულში დარჩა, არა დამლა? ხო. იმიტომ რომ ესმას გასანადგურებლად სხვა გზა ვიპოვე. დამლა, რას ამბობ? დამამთავრებინი აიშე. არავის მოვკლავ. მაგრამ ფიქრეთს არ დავშორდები. ასე ესმას კვალიც გაქრება. და სასტუმრო? სასტუმრო გინდა? იდრისი მოკალი და გადმოგიფორმებ. ჩემი ძმა მან მოკლა. რა ხდება დიდემ? ჩემი მოსვლა გინდოდა? რაღაც მინდა გითხრა. დაждები? გისმენ. ბავშვი მალე გაჩნდება. ოთახია მოსამზადებელი. ვიცი, ხარჯი არ შეგაშინებს. ამიტომ რაღაცები შევუკვეთე. კარგი, მაგრამ ჯერ ადრე არ არის? არც ისე ადრეა. ნელ-ნელა დავიწყოთ. კარგი დიდემ. ნიშნება როდის იქნება? ვიფიქრე, რომ დღესასწაულების მერე, ამიტომ მზადებაც დავიწყე. რა მზადება, ჩვენ ხომ უბრალოდ ხელს მოვაწერთ. ეგ როგორ? მერე ბავშვი რომ ქორწილზე მკითხავს? ქორწილის ფოტოების დათვალიერება რომ მოუნდება? ძალიან ლამაზი საქორწილო კაბა შევუკვეთე. უკვე გზაშია. გინდა ქორწილი რესტორანში გადავიხადოთ? ეგეც შეიძლება. ჩემთვის აქაურობაც გამოდგება, ჩვენ ხომ მარტოები ვიქნებით. მარტოები რატომ? არა, ყველა დავპატიშე, ვისაც ვიცნობ. ყველა. დიდემ. თან შენი პიჯაკიც მზადაა. გაჩვენებ. მინდა ის ჩაიცვა. ახლა საქმეს მიხედე. მეც უამრავი რამე უნდა გავაკეთო. დამიძახეთ. Gel otur. დაჯექი შოთა. Geç Şota geç böyle otur. მოდი შოთა, დაჯექი. ვიცით რომ ჩემი ძმა მასთან გიშვებს, ამიტომ ვიფიქრეთ დაგელაპარაკებოდით. კარგით მელაპარაკეთ, მაგრამ თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ ფიქრეთი მე არ მომისმენს. ვიცი ჩვილო, ფიქრეთს ვერ დაელაპარაკები. მაგრამ რამის გაკეთებას თუ გადაწყვეთ, ჯერ ზეინებს შეატყობინეთ. ფიქრეთ ბეი დიდი ხანია წინასწარ აღარ გვაფრთხილებს. ზეინებ, თქვენი ძმა დიდი ხანი არაფერს გვითანხმებს თუ გახსოვთ. არ გაგაფრთხილოთ, მაგრამ ცოცხალი იყოს. ჩვენკენაც ნუ მოიხედავს. შოთა, არ გეუბნები ჩემი ძმის ნათქვამს არ დაემორჩილო. უბრალოდ მეც გამაფრთხილე, რომ ხალილ იბრაჰიმს ვუთხრა.
იქნებ მორიგი შეცდომის დაშვებაში ხელი შეგიშალოთ. გეფიცები პირობას ვერ მოგცემ. რას ნიშნავს პირობას ვერ მოგცემ? როგორ უნდა მოგცეთ პირობა ელიფ? შვილო, უბრალოდ ცოლს უთხარი და ის დანარჩენებს შეგვატყობინებს. დედა შენ მაინც ნუ მომექცევი ასე. ფიქრეთს ხომ იცნობ. მომკლავს. ხო და მოკლას. ღმერთო, თავარია იქამდე გაგვაფრთხილო. შოთა, საკითხი ამოწურულია, მორჩა. შეიძლება შემოვიდე. მამა ჩემის სანახავად ვიყავი. რომ დაგინახა რაკნა. ყველაფერი აღიარა? რა თქმა უნდა უარყოფს. თუმცა ვიცი, გარეულები არიან. ჩვეულებრივ სიტუაციაში ქემალი ამ საქმეს არ შეეშვებოდა. ცოცხლებს არც ჯენგის, არც იდრის, არც თურგუც არ დატოვებდა, მაგრამ სახლშია და იმეორებს, ჩემი ბრალი არ არისო. გასაგებია, რომ ეს არ უნდოდა ფიქრეთ. ფიქრეთ. წოხვარი მის გამო რაც მოხდა. ვიცი შენ საყვარელ ადამიანებს ვერაფერი დააბრუნებს. უბრალოდ იცოდე რომ მიყვარხარ. ამ ყველაფერს გადავლახავთ. ესმა. ერთად ვერ ვიქნებით. ვერ გავიგე? ქემალს ვიცნობ. კარგად ვიცი რაზეცაა წამსვლელი. ბევრი ვიფიქრე. გადავწყვიტე რომ აჯობებს სახლში დაბრუნდე. ყველასთვის უკეთესი იქნება. ფიქრეთ. რაც მოხდა იმის მერე ეს რამ გაფიქრებინა? რა ვქნა ესმა? ისე მოიქცე თითქოს არაფერი მომხდარა? თითქოს დადა ძმა არ დამეყუპა. ცოლად შეგირთო და ბედნიერი ოჯახი მქონდეს? თითქოს არაფერი მომხდარა, ქემალთან ერთად ვიცეკვო? რა ვქნა? რა ვქნა? ვიდრე ყველაფერი არ მოგვარდება, ბედნიერი ვერ ვიქნები ესმა. არ მექნება ამის უფლება.
რა მოხდა შვილო, რა გჯერს? ბოდი შინედი მეხანი მივდივარ. ესმა მოიცა, სად მიდიხარ? ფიქრეთმა მითხრა სახლში დავბრუნდე. Ne demek o? ეს რას ნიშნავს? Bitti diyor Zeynep. მითხრა რომ ყველაფერი დამთავრდა ზეინებ. Sonra birlikte რომ ერთად ვერ ვიქნებით. Esma'cığım bir ესმა დაჯექი დავილაპარაკოთ. gel. მოდი აქ. Kızım şöyle otur bir bakayım. მოდი შვილო, მოდი. შვილო, შენც უჯერებ და მიდიხარ. ახლა გული ტკივა, გონზე არ არის. Gayet kendinde. ხო, გონზე არ არის, დეიდა საკინე. Kızım git bir abine შვილო, konuş, ძმას bakalım დაელაპარაკე. neymiş o. გაიგე რა მოხდა. Hadi Manu, hiç gerek yok. ნედი მეხანი საჭირო არ არის. უნდა წავიდე. Esma'cığım tamam gitmek istiyorsan. ესმა ახლა ნაჩქარები გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღო. Senin de onun da aynı Amashim şeyler deni yapması ram çavdet. doğru değil. Bu kadar emek boşa mı gitsin? ხომ ასეა? Tabii ki boşa gitmesin. და Zeynep. ტყუილა და ცარა ზეინებ. Ama babamlar da ამ bu- ყველაფერში მამაცაა ჩართული. Nasıl olacak? ახლა რა მოხდება? Fikret bunu nasıl sinir? ფიქრეთი ამას როგორ დაივიწყებს? Zeynep sen istersen Fikret. ზეინებ წადი ძმას დაელაპარაკე. ესმას ჩვენ მივხედავთ. Hadi kızım. მიდი შვილო. როგორც თქვი, კარი ჩავკეტე. ელიფ, Elif. ძვირფასო. საყვარელო. თუ ვთხოვ შოთა სახლამდე მიმიყვანს, Olabilir mi? Şu an hiç არ მგონია საჭესთან დაჯდომა შევძლო. tabii ki. რა თქმა უნდა, ძვირფასო. გმადლობ. ეს მას სახლში გაგზავნა რას ნიშნავს? ებართვა შენ უნდა გკითხო ზეინებ. Evet bana ხო, უნდა მკითხო. Hepimiz siz ერთად ყოფნა ისე გინდოდათ. yapmayacağımız ყველაფერი გავაკეთეთ, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა. dökmediğimiz არც ცრემლი დაგვრჩა და აღარც სისხლი. Şimdi bitti Esma. ახლა კი ესმა სახლში მიდის? Niçin? რატომ? İntikam almak. შურისძიების გამო? მაშინ როცა გული იავუზის გამო მტკივა სიყვარული ვიგრძნო ზეინებ. Yaşayacağım ben Zeynep. ბედნიერი როგორ უნდა ვიყო? Esma'nın ესმამ რა დააშავა? შეცდომა ქემალმა დაუშვა. ესმამ რა გააკეთა? ne yaptı peki? ესმას არაფერი დაუშავებია, მაგრამ ვიცი მამამის რას დაუშავებ. ამიტომ არასწორია აქ რომ არის. Yapmayacaksın. ამას არ გააკეთებ. Ben de senin მე gibi კიდევ ერთ ძმას ვერ დავკარგავ. istemiyorum. ამიტომ არაფერს გააკეთებ. O yüzden kimseye ერთხელ მაინც იმოქმედე გონებით და არა ემოციებით. bir kez olsun Kıtxov. akıllı hareket edeceksin. ერთხელ მაინც გააკეთე ეს. Zorunda değil. Zeynep. ზეინებ, Git şu აქედან გადი, თორემ გულს გატკენ. რა სიზამ? Beni de სახლიდან გამაგდებ? ama იცოდე წასასვლელი არსად მაქვს. თუ არ მიმითითებ რა უნდა გავაკეთო, otur otur. სადაც გინდა იქ დარჩი. abi bir dur. ძმა მოიცადე გთხოვ? ზეინებ, Aa, ესმა? რა იყო, რა მოხდა? ne oldu? არაფერი. რა მოხდა? Kimi diyorsun Esma? რა მოხდა ესმა? ფიქრეთი დაჭრეს? ფიქრეთი თქვენ დაჭერით. რას ამოვშვილო? შენ რა დაგწინი? İstediğin რაც გინდოდეთ ის მოხდა ბიძია. gözünüz aydın. გილოცავთ. Ayrıldık evine ფიქრეთს ვშორდები. ვინ რა გითხრა, რა გაგიკეთეს? yaptınız. თქვენ გამიგეთეთ. Adamın kardeşleri. მისი დის სიკვდილი თქვენი ბრალია. Ben senin შენს მკვლელობას senin yüzüne ფიქრობს და ამიტომ გამომიშვა. ფიქრეთის სიტყვების სრულიად უაზროა. საიდან მოიტანა? ვინ მოკლა? ოდიში სწორად გავიგე? ფიქრეთმა თქვა რომ მომკლავს. შენ კი კარი კი არ გამოუჯახუნე, მაინც მან გამოგაგდვასია? çünkü öfkesinden. ასია, იმიტომ რომ მართალია. Ne yap- არ ვიცი რას გააკეთებს, მაგრამ Ama ne yap- მაინც მართალი იქნება. Abi. ძმაო, Gerçek. გილოცავ. Zaydın. ისე არ გამოვიდა როგორც გვინდოდა, მაგრამ აი შედეგი. ამ ორს ჩვენ ერთმანეთს ვერ დავაშორებდით. Sevdiği adam კარგია საყვარელ ადამიანს რომ დაშორდა. nasıl yaşayacak?
ახლა როგორ უნდა იცხოვროს? ტკივილში გამზეხანიმ. იფიქროს, რომ მე და ოჯახის უფროსებს პატივი არ გვცა. ოჯახს ფიქრეთი ამჯობინა და შეგვარცხინა. ამიტომ დაისჯება.